ობიჭო რა ლამაზია. ჩემთვის ყველაზე წარმატებული და დიდებული დიზაინი არის დიზაინი, რომელსაც ცალ-ცალკე არაფერი უარგა, მაგრამ ერთიანობაში ქმნის ერთ შეკრულ ვიზუალს, რომელიც მოგწონს რა. აი როგორც მაგალითად Benicio del Toro. ეს ცალ-ცალკე რო შეხედო, დიდი არაფერი აქვს რა, ეს თვალი ცალკე, ცხვირი ცალკე, ყბა ცალკე რო აიღო, იტყვი რომ ერთი შეუხედავი ადამიანია, მაგრამ ერთიანობაში რო შეხედავ, მიხვდები რომ მარილ მოყრილი ბრედ პიტია. აი როგორც მაგალითად აი ეს მოხვევის სიმსივნე. აი რას გავს ხო? ესე რო აიღო, ცალკე იტყვი რომ ეს რა უბედურება, იფიქრე რომ რაღაც ავტობუსის სიმსივნეა. მახინჯი ნივთია, რომელიც მახინჯურ ადგილას არის განთავსებული. მაგრამ აი შორიდან რომ შეხედავ, ხვდები რომ თავის ადგილას არის. დრო გჭირდება რომ აღიქვარო ლამაზია. ასევე ძალიან მომწონს ასიმეტრიულობა ამ მანქანის დიზაინში. აი მაგალითად ეს ამობურცული ერთ მხარეს აქვს მარტო, მეორე მხარეს არა აქვს, ხო? მოგვიანებით სხვათა შორის იგივე შევხვდით CRX-ის არავიტეკ ძრავსახურავში. იმას ქონდა კიდე ესე ერთ მხარეს ამობურცული. ფარები, რომელიც ესე ამოდის. კი ბატონო, ყველამ ვიცით რომ ეს ამოსვლა ფარები, ჭიტა ფარები ძალიან ბუმარი და ვაუარი და ბევრს ევასება რა, მაგრამ აი ამ მანქანაზე, როდესაც ეს ფარები ამოდის, იმდენად მახინჯი ხდება მანქანა ერთი შეხედვით, რომ თავიდან იფიქრებ, რომ ეს რა უბედურებაო, ეს როგორ გააკეთეს, რაღაცა სხვა ექნათო რა, ან ელემენტარული უბრალოდ ესეთი დაწოლილი ფარი ყოფილიყო რა, მაგრამ ცოტა ხანი რომ უყურებ, მიხვდები რომ განა მახინჯია, თავისებურია და მე მიხვდები რომ თავისებურად ლამაზია რა.